ერთი წამით წარმოვიდგინოთ გუშინ კალასის პირველივე განცხადება, რომ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის ქვეყნების ისაუბრებენ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე. რომ არა 28 ნოემბრის განცხადება და რომ არა ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, რომ არა ის გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ. და ამას დაამატეთ ზემოდან ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა მათი ოპოზიციის, აგენტურული ოპოზიციის, რომელიც მოქმედებაში მოვიდა შეიძლება სანახევროდ, შეიძლება მეოთხედი და ასე შემდეგ. დაწყებული ისეთი ტექნიკური საკითხებიდან, როგორც იყო მათი ოფისებიდან მომარაგება პიროტექნიკით, შურდულებით თუ ასე შემდეგ. მოლოტოვის კოქტეილებით და ასე შემდეგ. ანუ მომზადება იყო ახალი დაწყებული, როდესაც ეს განცხადება 28 ნოემბერს გაკეთდა. გუშინდელი დღე წარმოვიდგინოთ, ხო აღარაფერი აღარ მოხდა. ღამე რუსთაველზე გაივლიდით, ანთებული ნაძვისხე, ილუმინაციები და ასე შემდეგ, ხო? გუშინ აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი. ვიდრე წინა დღეებში გქონდა, რაც არავის მოგვეწონა, არავის არ მოწონს დაპირისპირება პოლიციისა და მომიტინგეების ძალადობა, გადამეტება ამ ძალადობის თუ არ გადამეტება თუ ლეგიტიმური თუნდაც გარკვეული ძალის გამოყენება და რა თქმა უნდა არავის მოწონს პოლიციის მიმართ ის ძალადობის ფაქტები, რაც ამ ყველაფერს მოყვა. მაგრამ გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს აქ რომ წყნარად ვლაპარაკობ და ბარბარობა დღეს ვულოცავთ ერთმანეთს, არის იმის დამსახურება გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ დავაზღვიეთ მაქსიმალურად ჩვენი პოლიტიკური სწორი გადაწყვეტილებით რისკები. გუშინდელ დღეს თუ დააკვირდით, საერთოდ სიტყვა აღარავის დაუძრავს მოლაპარაკების თემა. გახსენა ვინმე? სადმე გახსენდებათ, რომ მოლაპარაკების თემა ვინმე შეხსენებინოს, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, რაც პრაქტიკულად გამორიცხული იყო, მაგრამ ამაზე ეს იქნებოდა პირველი ნაპერწკალი და დაანგრეული იყო ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა. ეს უნდა ყოფილიყო მეორე მთავარი ნარატივი, რაც მოაწყობდნენ და რაც მოახდენდნენ, ალბათ დღეს უკვე ხელის გულზე ძევს ძალიან კარგად. გუშინ ასე ვნახეთ, რომ ჩვენთან დაკავშირებით 27 ოქტომბრის თანხმობა ვერ მოიპოვეს და ამის შემდეგ დღეს უკვე ოპოზიცია აკრიტიკებს უნგრეთს და სლოვაკეთს ამ გადაწყვეტილების გამო და ჩვენი მხარდაჭერის გამო. იმ სამ ქვეყანას რას ერჩია, რატო არ აკრიტიკებენ? გულინგის მორიგი კამპანია ამჯერად პარტნიორ ქვეყნების მისამართით ეს როგორ იგებთ? თქვენ ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ დაიწყო უნგრეთის ლანძღვა მათი მხრიდან. ანუ ვინც პატივს სცემს საქართველოს მის არჩევანს, ქართველი ხალხის არჩევანს, იმას ლანძღავენ პირველ რიგში და უპირატესად. იყო ერთი ქვეყანა, რომელიც ხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა 5. და ეს რას ნიშნავს, იცით? სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ყოველგვარი ჩარევის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ ხარს სიმართლეს. მე არ ვამბობ, რომ დანარჩენ 22 ქვეყანაში დაქვემდებარებული აბსოლუტურად ბოლომდე ყველაფერი რაღაც კონტროლს და გავლენებს, მაგრამ ვიღაც თავს იკავებს საპირისპირო პოზიციის დაფიქსირების გამო, ვიღაც მაგალითად ბალტიის ქვეყნები, ხედავთ თქვენ როგორი აგრესიულები არიან, სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი იმ მმართველების პირობებში, დღეს მართავს ამ ქვეყნებს, ისინი არიან უფრო მძაფრად და რადიკალურად განწყობილები საქართველოს და ქართული ხალხის არჩევანის მიმართ. თორემ არაფერი დაგვიშავებია ჩვენ მათთვის. ხო? შესაბამისად, ბალტიის ქვეყნები იმიტომ არიან უფრო აგრესიულები ჩვენს მიმართ და უფრო წინსწრებით პირველ რიგში გამოხატავენ ასეთ აგრესიას, სანქციებსაც კი აწესებენ, რომ იქ ყველაზე ნაკლებად არის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი. მათი დღევანდელი მმართველების გამოისობით და წყალობით ამ ხალხისთან. ხალხს არაფერს ვერ სჭირთ და ჩვენი პოზიციაც ამაში იყო გახმოვანებული და ამაში აისახა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. საქართველოს მთავრობამ გუშინ რა პოზიციაც გაახმოვანა, ამის გამოძახილიყო. ჩვენ ხალხთან არაფერი გვაქვს გასაყოფი და საკამათო და სადავო.
მათი დღევანდელი ბალტიის ქვეყნების დღევანდელი ხელისუფლებები ვერ უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის იმ ელემენტარულ ხარისხსაც კი, რომ სანქციები არ დააწესონ ვიღაცეების არაფორმალური ჯგუფების გავლენით. აქედან გამომდინარე, ვიღაცას აქვს მაქსიმალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ისინი პირიქით ხარს გვიჭერენ, ვიღაცას აბსოლუტურად განულებული აქვს ეს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი და ისინი პირიქით აგრესიულები არიან და შუაში არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც არა 5, ერთი ხო იყო და 2. დღეს 5-ია, რომელიც ხარს გვიჭერს. კიდევ უფრო მეტნი იქნებიან მომავალში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტუაცია შეიძლება 20 იანვარს გულისხმობს. ცირე პროექტებად ამ თემაზე, პარტნიორის სლოვაკეთის გარდა ბრძოლაში საქართველოს დიახ. ყველა კომენტარში ის რა თქმა მხოლოდ 25%-ზე აქვს აქცენტი და ამბობენ ამჯერად ზევნა რომ რუსი ხელისუფლების ესტებინით მოგისმენთ. აი რატო აქ იმიტომ რომ ნახეთ სხვა ქვეყნებზე, რომლებსაც ხარი დაგვიჭირეს და პირიქით ხარი არ დაუჭირეს საქართველოს მიმართ რაღაცა ღონისძიებების გატარებას, რაშიც სხვათა შორის ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ეთანხმებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ეთანხმებოდა რამდენიმე ქვეყნის ლიდერი თუ მართველი რგოლი და ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არ ქვია მას. ამათ თქვენ ჯაშუშები, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავის თავი. ანუ ლანძღავენ ვიღაცას, პრორუსს უწოდებენ იმიტომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ ღონისძიებებს ხარი არ დაუჭირეს. მეტი ილუსტრაცია პრაქტიკულად შეუძლებელია. კაია კალასის განცხადებაც მოვისმინეთ, გუშინ რომ ის სანქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის ნომერებაცა, ახლა სამხალხო საზოგადოების და NGO-ების მიეცემთა ამ გზავნილს როგორ იგებ რას ნიშნავს? არაფერს. აგენტურა უნდა გაძლიერდეს საქართველოში, იმიტომ რომ ისინი არიან ჯგუფები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას არეულობის, ქაოსის და რევოლუციის გზით. ეს არის ამ გზავნილის ქვეტექსტი და ნაცები, მათი სატელიტი პარტიები საქართველოში და მათი პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც NGO სექტორმა, მდიდარმა NGO სექტორმა და მათმა აგენტურამ გარეძალების, უბრალოდ რომ დავაშვოთ, აგენტურამ დადო. ამიტომ შიგნით უჯავდებიან თავად ჟურნალისტებს, აპირებენ ტელევიზიების დახურვას, აპირებენ გადაგდებას გვერდზე ამ ტელევიზიების და მათი ჟურნალისტების გარედან აპირებენ NGO სექტორის მათი წარმომადგენლების ამ შემთხვევაში და არა მთლიანად NGO სექტორის გაძლიერებას იმისათვის, რომ მომავალში მეტად იყოს უზრუნველყოფილი ჯაშუშების სისხლი. ზურაბიშვილი გაემგზავრა საფრანგეთში. იქნება სიკვდით გამოსვლაც, როგორც ვიცით. თქვენი მოლოდინი არის პატარა კარაზე გამოთვლების ყურადღებას და ზოგადად ამ ვიზიტის მიზანი რა შეიძლება იყოს მისი? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ექს-პრეზიდენტი რას იტყვის და ეს სიტყვა ჩემი გამოგონილი და ექსკლუზივი არ არის, იმიტომ რომ განცხადებაც გაკეთდა უკვე რომ მათ მიიწვიეს ექს-პრეზიდენტი. ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არც მათთვის აქვს, ვინც მიიწვია. ახლა ცდილობენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების ნაწილის ენაზე ვიტყვი, კარწინკის დადგმას, როგორც ამოდგება კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლის დროს, ზურაბიშვილის სიტყვის გამოსვლის დროს, ოღონდ უადგილო დროს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ დროს გამოსვლების დრო არ არის, 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშ დაუკრავს ზურაბიშვილს. ეს სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ. კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი ამჯერად მიხეილ სააკაშვილი ამბობს ისევ რევოლუციის ეპიზოდებზე საუბრობს ამჯერად სასამართლო რევოლუციის განცხადებას, რომ ეხლა არის ძალიან კარგი, რომ 20 იანვარამდე უკვე მოხდეს რევოლუციის მოწყობა. ეს 20 იანვარი თქვენ თანამდებობები ამბობენ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გახარია მას საწყობდას. სააკაშვილმა თქვა 20 იანვარი, მართლა 20 იანვრამდე უნდა მოხდეს რევოლუციის მოწყობა. ესე იგი გახარია და სააკაშვილი გარდა სხვა რამეებისა ერთ რამეშიც დაემსგავსნენ ერთმანეთს, ეს არის წამოწდენები. იმიტომ რომ იმდენად მუსილებს მათში ეს 20 იანვარი, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე იქნება რამენაირად მოასწრონ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. მეორე ფრონტისათვის, ჯაშუშების მმართველობისათვის, რომ ვერ იკავებენ თავს და ეს წამოწდენები შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ სულ რომ შენთვის, შენ პარტიულ ჯაშუშურულ ოჯახში
იმეორებ 20-მდე, შემდეგ ეთერშიც გაგირბის სიტყვა, ასე გაიქცა გახარიას რამდენიმე დღის წინ, ასე გაიქცა როგორც აღმოჩნდა ახლა სააკაშვილს და 20 იანვარი არის ზღურბლი მათთვის თუ ამ ზღურბლს ქვეყანამ გადააბიჯა, მათი შანსები პრაქტიკულად კვდება. ამიტომ შენატრიან 20 იანვარს და ამიტომ ოცნებობენ 20 იანვრამდე რაღაც სერიოზულ წრებზე ამ ქვეყანაში, რასაც ქაოსი, დესტაბილიზაცია, მეორე ფრონტი და ხელისუფლების ცვლილება ქვია, თუმცა არანაირი ნიშანწყალი ამისი არ არის. მათი ოცნებაა ქაოსი, მეორე ფრონტი, ჯაშუშების მმართველობა საქართველოში, ჩვენი ოცნებაა ერთიანი, ძლიერი, განვითარებული, კეთილდღეობით ქვეყანა და ღირსებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ღირსებით და ჩვენ უნდა განვასხვაოთ რას ფიქრობენ ისინი, როგორ უნდათ მათ ევროკავშირი და როგორ გვინდა ჩვენ. მათ ევროკავშირი უნდათ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ევროკავშირის ფაქტორი იარაღი მათი, ანუ ჯაშუშების მმართველობისთვის. და ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისათვის, ჩვენი მამულისთვის, ენისთვის, სარწმუნოებისთვის და როდესაც მაგალითად მიშა ყაველაშვილმა თქვა თვითმიზანი არ არისო რა უქნეს მაშინ როგორ დააცხდნენ თავს როგორ აბულინგებდნენ თავის ჭკვით ხო გახსოვთ და ამ დროს დიახ ევროკავშირი ჩვენთვის არის იმისი უთხოვარი საშუალება რომ საქართველო იქნება ძლიერი ერთიანი ევროპული ქრისტიანული ღირებულებების გარანტი და ამ ქვეყანაში იქნება კეთილდღეობა ამისთვის გვჭირდება ჩვენ ევროკავშირი და რა იმისათვის რომ ოღონდ ევროკავშირისკენ ვიაროთ ასე მოჩვენებითად და ჩამოინგრეს ეს ქვეყანა და დაიქცეს და სანქციები დავაწესოთ, ეკონომიკა ჩამოიქცეს, ერთიანობა არაფერ შუაში არ არის, არანაირ გაერთიანებაზე არ იყოს ლაპარაკი ამ ქვეყნის. ამ შემთხვევაში კი არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტრადიციული ღირებულებებიც თავის ადგილზე იქნება და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაც მიიღწევა ამ გზით, რაც არის რთული მისია, მაგრამ ასე უნდა ვიაროთ ჩვენ აი ამ ღირსებით ევროკავშირის. სტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობთ და ჯეფრის საქმის ამბობს ასეთ რამეს, რომ მაგალითად ალბათ საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი და ესა გამოვართ, მაგრამ მიზანი ამ რეგიონში არის დესტაბილიზაციის მცდელობა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, ეს არის ადამიანი, რომელსაც სოფლიოში, თანამედროვე სოფლიოში ძალიან უსმენენ, განსაკუთრებით მიიჩნევა, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატიული ღირებულებების მქონე ადამიანებისათვის ძალიან სასიამოვნო და მისაღები რესპონდენტი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მისი ანალიზი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია და შემთხვევითი არ არის თუ ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით უკვე შეიძლება ითქვას წლების განმავლობაში. ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, რომ ინტერესი, ბუნებრივი ინტერესი სხვადასხვა ძალების როგორც მინიმუმ იყო და არის ჩვენი ქვეყნის მეორე ფრონტად ქცევა და ჩვენ ვცდილობენ დაგსაჯონ იმისათვის რომ ამის შესრულებაში არ გამოვადექით წინააღმდეგ შემთხვევაში ხო უნდა დაფიქრდეს ადამიანი რა ნარატივისკენ მიააქანებენ და დაავადმყოფეს ადამიანებს ეუბნებიან რომ საბაკა ვერ ერქმევა საქართველოს ჯალს და ამ ნარატივის ქვეშ აერთიანებენ გუშინ იყო ახალი კიდე მეორე სერია საბაკის რომ ბებია ვერაზროს იქნება ბაბუშკაო აი ამ ნარატივში აცხოვრებენ ადამიანებს მთელი სერიოზულობით ამას ტრანსპარენტებს ამზადებენ და რა ვიცი ნახევრად ხუმრობით თუ გნებავთ სერიოზულად ჩვენ გუშინ ფიქრობთ სხვათა შორის ბოდიში გადახვევისთვის რა შეიძლება ითქვას ისეთი რომ მათ ნარატივსაც დაემთხეს და ჩვენს ნარატივსაც დაემთხეს და ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში რომ დედას ვერაზროს ერქმევა მამა და მაშინ გავერთიანდით ამ სლოგანის ქვეშ და მათაც მოეწონებათ და ჩვენს მათ თავისი გაგებით ჩვენი გაგებით და ვიყოთ ესე მაგრამ ეს გნებავთ ნახევრად ხუმრობით გნებავთ სერიოზულად მაგრამ რეალურად დედას ვერაზროს ერქმევა ბაბუშკა და ტრანსპარენტი გამოდის ადამიანი უკვე აქ სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე ანუ რაღაცას ისე წუდებენ ადამიანებს ჩვენში რომ სერიოზულად აღარ შეიძლება ამის ახმა და ყველა უნდა დაფიქრდეს სასარგებლო იდიოტებს რომ ეძახიან ეს ადამიანები თავის სასარგებლო იდიოტებს არ უნდა ვაძახებინოთ თავი არც ახალგაზრდამ და არც ხანში შესულმა და არც შუახნის ადამიანმა სასარგებლო იდიოტი ვიღაც ნაცკლასტერის აგენტს წარმოადგენს და არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი რეალობა არის ერთი
შეუძლებელია რომ სჭიდნენ ქვეყანას, რომელიც ევროინტეგრაციის გზას რეალურად მართლაც ღირსებით და ნამდვილი დემოკრატიით ადგას და მისაბაძი იყოს ქვეყანა, რომელიც არის SNG-ს წევრი და რომელიც იხრჩობა კორუფციაში. აი წარმოიდგინეთ, ხო უნდა დაფიქრდეს ადამიანი, რასთან გვაქვს საქმე. ერთი წამით ხო უნდა გადადოს ყველაფერი გვერდით, არავის დაუჯეროს არც ერთ პოლიტიკოს, იმიტომ ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს მეც მათ შორის ვართ სუბიექტურები, ხო? არ დაგვიჯეროს არავინ, უბრალოდ დაიდოს ფაქტები, შეხედოს ფაქტებს, რა მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, ვინ მიდიოდა თავისი ყველა ნაბიჯით ევროპისკენ და ვინ აკეთებდა ანტიევროპულ საქმეს და ნაცები არ ვართო, დაკომპლექსებული ადამიანები, ლიდერები ამ ჯგუფების რომ გამოდიან. როგორც მინიმუმ იმაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ, რომ ნაცები არ არიან, მაგრამ ნაცების, ვთქვათ, არ არის ვიღაც ნაცი. ღიზიანდებიან, მე არა ვარ ნაცი და გამოდიან და მე ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ვიბრძვია. თუ შენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ვიბრძვი, ვინც ამ გზაზე შედეგები დადო, მაშინ იმისაც რაღაცას მაინც უნდა იზიარებდე, რუსკი არ უნდა ეძახდე. მაგრამ ნაცურ ნარატივში როზი ხარ, ნაცივით რომ ლაპარაკობ და შენი საუბარი ერთ-ერთში ნაცის საუბარს რომ ემთხვევა, იმ ნაცისას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქვეყანა ყველაფერი დაშორებოდა ევროპას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ომში შევარდნილიყო, პროვოკაცია წამოგებოდა თუ არ წამოგებოდა, ამაზე ხო მithქმა, მოთქმა და ზოგი ასე ფიქრობს და ზოგი ისე ფიქრობს. როგორც მინიმუმ მან ხელი მოუწერა ომის დაწყებაზე რუსეთს და თავის სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა. აი ამ ხალხის ნალაპარაკებს რომ ემთხვევა, ერთ-ერთში შენი ნალაპარაკები უნდა დაფიქრდე, რაღაცას არასწორად ხომ არ მსჯელობ და ფიქრობ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ყველამ სად არის სიმართლე და მე ვიძახოთ რომ საბაკა არ ერქმევა ცალკს ამ ქვეყანაში, ამ სისულელეში მე უნდა შევიდეთ. ვინ თქვა ეს? სენატორ ბენ კარკი, სენატორი კარკი გამოვიდა მიმართა ბაიდენს რომ იყოს ეკონომიკის სამინისტრო. აღარ არის თეონა, აღარ არის საინტერესო რამდენ ტყუილ სიტყვის ვიღაც. ეს ვიღაც თუ ტყუილ სიტყვის სენატორი იქნება, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი იქნება თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, ტყუილი არის ტყუილი. ჩვენ ვინ თქვა, იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რა თქვა? წამება სად იყო ერთი? აი სად იყო წამება? აბა მითხარით ერთი ფაქტი, რომ ვინმე აწამა და ამით შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი თავის პრეზიდენტობას თუ რაღაც სისულელებს უწევენ. რა წამებაზე ლაპარაკობთ? ხო და თუ ისინი ლაპარაკობენ იმ აქციებზე, წინა დღეების აქციებზე თუ ლაპარაკობენ, ყველა ადამიანს, სენატორს და გარედან რო რაღაც რაპორტებით ლაპარაკობს და როგორც აწყობს ისე ლაპარაკობს კი არა, ყველა ქართველს მოვუწოდებ, თუნდაც რაღაცა გააპროტესტონ, ოდნავ ობიექტურად რომ ჩათვალოს მეორე ქართველმა, უნდა თქვან რომ ძალადობა დასაგმობი და მიუღებელია პოლიციელზე. ძალადობა, კი ბატონო, მე თუ იტყვენ რომ დასაგმობი და ასევე მიუღებელია მომიტინგეზე თუ ვინმე იძალადებს, ჟურნალისტზე და შემდეგ აუცილებლად სწორი და მართალი იქნება. მაგრამ შენ აქეთ სამხარეს ვერ ხედავ და მეორე მხარეს ხედავ მარტო, ანუ შენ ხარ სუბიექტური და შენ ვიღაცის ინტერესს ემსახურებ. შენ თუ ვერ ხედავ დასახიჩრებულ პოლიციელს, დამწვარ პოლიციელებს, ქვებს თუ ვერ ხედავ პოლიციელის თავში ნასროლს, მაშინ შენ ხარ სუბიექტური და ვიღაცა ან რაღაცა გაიძულებს, რომ ასე ილაპარაკო ტენდენციურად თორემ. აქეთ როცა ერთ მხარეს ვგმობთ ჩვენ რაღაცას, ჩვენ აგერ სუბიექტური პოლიტიკოსები. ისე კი არ ვგმობთ, უბრალოდ ვგმობ აი ესე ტრაფარეტულად. ამაზრზენს და ამორალს ვეძახი, კვირაზე მეტია იმ ყველაფერს რაც ვნახეთ, მაგალითად სახეზე წიხლით ცემას ადამიანისთვის. ამაზრზენს და ამორალს. ყველაზე უარეს მე ვიძახი. მაგრამ ამავდროულად ვამბობ, რომ ასევე ამაზრზენ და ამორალურია, შენ მოლოტოვის კოქტეილებს ისროდე, წავდე პოლიციელებს, ამის მცდელობა ქონდეს, ასახიჩრებდე, სხეულის დამწვრობებს აყენებდე და ამაზე არ ლაპარაკობდეს არავინ. კოქტეილებს მოლოტოვისას ისე შეგვაჩვიეს, თითქოს, ანუ საქართველოში გაბედეს ვიღაცეებმა და გარედანაც გაბედეს. შეგვაჩვიეს ყური და თვალი შეაჩვენეს, რომ მიტინგზე, აქციაზე, სადაც ისრიან მოლოტოვის კოქტეილებს, ვიღაცა შეუძლია თქვას, რომ ეს არის მშვიდობიანი. აი ეს არის ყველაზე საშიში ტენდენცია. ეს არის ყველაზე არაობიექტურობა, ეს არის ყველაზე ბოროტი ტენდენცია.
არა, სალომე ზურაბიშვილს იმ ადამიანებმაც გადაუსვეს ხაზი, ვინც მისი პატრონის თხოვნებით და ავალებით თუ მითითებით რაღაც მესიჯებს ახმოვანებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ დღეს პირველად გასდა მათ ვორდინგში ექს-პრეზიდენტი. დღეს ასევე თუ გუშინ კალასმა ახსენა და ეს პირველი იყო, რომ 29-მდეა ეს პრეზიდენტი, ამიტომ ვისი იმედის ყველაზე მეტად ჰქონდა, მათაც კი ხაზი გადაუსვეს და უთხრეს მიანიშნეს, რომ შენ ხარ პრეზიდენტი 29-მდე და ის ილუზიები და სკამზე ჩაბღაუჭება, რომ ის პრეზიდენტი მე მგონი სხვაგან არ სათყოფილ ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულ სამყაროში, რასაც სალომე ზურაბიშვილი კადრულობდა ბოლო დღეების განმავლობაში, მე არსად არ მივდივარ და რაღაცას ვლაპარ, სკამზე ჩაბღაუჭების აი ეს ფორმა ცივილიზებულ სამყაროს არ ახსოვს. და ალბათ თვითონაც მიხვდება, რომ ეს არ არის ნორმალური ადამიანის საქციელი და მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე თუ შეიძლება გააკონტროლოს, თავი ხელში აიყვანოს და მოხდეს ეს ყველაფერი ცივილიზებულ ფორმებში. სხვა შემთხვევაში არ მგონია დანაშაულზე წავიდეს და შეიჭრას პრეზიდენტის რეზიდენციაში, დაიკავოს, მიითვისოს და აქ გარკვეული რისკები შეექმნას თავისას. არ მგონია რომ ამაზე იყოს წამსვლელი. ეს რა არის? ჩვენი მთავარი ფუნქცია ერთ-ერთი, გარდა იმისა, რომ უნდა შევიმუშაოთ პოლიტიკა, როგორც საშინაო ასევე საგარეო, შემდეგ უნდა აღვასრულოთ ამ შემთხვევაში მთავრობას ეხება ეს და ასე შემდეგ მართლმსაჯულება სასამართლო შემთხვევაში. ასევე იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმირება მოვახდინოთ საზოგადოებას. აქ სერიოზული ბრძოლა მიდის. მაგალითად, სოციალურ ქსელებში მეტასთან არის ესეთი ხო დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი. ფაქტ-ჩეკერი თუ რაღაც ორგანიზაცია აქვს, მთლიანად ნაცები დაკომპლექტებული, რაც ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს ხოლმე იმას, რომ მაგალითად ერთ-ერთი ტელევიზიის მილიონიან გვერდს აქვს ხოლმე 100 და 200 ნახვა. ხო პრაქტიკაში შეუძლებელია. ეს ხო შემთხვევით არ ხდება. ხო, ვითომ ისეთი დეტალი არ უნდა ვლაპარაკობდე, ხარ უნდა ვიდგე და რაღაც ფაქტ-ჩეკერის ნამოღვაწეზე ბრწყალებში არ უნდა ჩავდიოდე. მაგრამ მილიონიან გვერდს Facebook-ში, რომ 200, 300 და 100 ნახვა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ალგორითმია იმგვარად დაალაგებული, შეთქმულების თეორიის საერთოდ არ მივდივარ. უბრალოდ დასკვნა გამოიტანოს მაყურებელს, თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ხო წარმოუდგენელია 1000 ნახვას არ გასცეს მილიონიანის, უბრალოდ რო ასკროლო ეგრეთ წოდებულად. ასკროლო ვიღაცა შეხვდება და გახსნის მაინც, ხო? ან გაბრაზდება, ან მოეწონება, ან გაიცინებს რაღაცას. ამ დონეზე არიან ჩასულები, გარედან ასე ეხმარება. შიდა რესურსი ამათი არის 0. გარედან რომ არ ეხმარებოდნენ, ამათი შიდა რესურსი აგენტურული ოპოზიციის არის 0. აი 0-ს ქვემოთ არის, წარმოუდგენლად ურესურსოები არიან. ყველა მათი რაღაც გაბრძოლება გამოკიდებულია გარე ფაქტორზე. ანუ პატრონები უზრუნველყოფენ, მათი პატრონები, რომ გარედან რაღაც დახმარება მიიღონ. და ინფორმაციის გატანა ამგვარად, მაგალითად ახალგაზრდებზე, ძალიან ჭირს ხოლმე. ისიც კი, რომ ჩვენ საათობით ვიდექით და ვიმეორებდით, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ იგულისხმებოდა, როგორც ასეთ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. 3 ტელევიზიის არც ერთ მაყურებელს ეს არ ქონდა მოსმენილი. მე რომ ველაპარაკები ვიღაცა სხვა აღმოჩნდება ხოლმე ირგვლივ ვიღაცა რომელიც მათი ნარატივის გავლენის ქვეშ არის. არის რაღაც კონკრეტული ფაქტები არის. არის ხოლმე კონკრეტული ფაქტები, რომ ფიზიკურად არიციან. ესეც კი ჩვენი პასუხისმგებლობაა გასაგები და ჩვენ მაქსიმალური უნდა ვისაუბროთ ამას ვაკეთებთ სწორედ ახლა. მაქსიმალური რომ ბოლომდე მივიტანოთ ადამიანებამდე. ჩვენ აგენტურულ ოპოზიციას რო გულისხმობთ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინც ოპოზიციის მხარდამჭერია და თუნდაც მათ აქტივობებშია ჩართული, ყველა ვიღაცაზეა მიბმული სადღაც და ხელმოწერით არიან. ესე არ არის. ვიღაც არსებობს გულსხმელი, ძალიან ბევრი მათი უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მხარდაჭერები ყავთ 700.000 გასწრენ, ხო? ეს ადამიანები არიან, რომლებსაც ჯერათ, რომ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ ძაღლს არ ერქვა საბაკა. აი, აქ არის ბევრი ადამიანი. ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არის დაავადმყოფეს ადამიანები პირდაპირ გაგებით. ოჯახებში ტრაგედიები ტრიალებს. დღეს ამ ქვეყანაში ეს არის ერის დასუსტების ერთ-ერთი იარაღი, რომ ოჯახებში შეიტანონ პოლარიზაცია და
და ამას გარკვეულწილად სამწუხაროდ ახერხებენ. ოჯახებში ცოლ-ქმარს, დედმამიშვილებს, და-ძმებს, მშობლებს და შვილებს შორის შეიტანეს დაპირისპირება. ვიღაცას ჯერა, რომ ვინც ევროპულ გზაზე საქმე დადის, ის რუსია, ვინც ამის საწინააღმდეგო საქმე დადის, ის არის პროევროპელი. ნაცის პროევროპელობის ჯერათ ადამიანებს. და ჩვენ გვეძახიან რუსებს, ნაცებს და მათ ირგვლივ მოხეტიალე აგენტებს ეძახიან ევროპელებს და ისინი გონიათ პროევროპელები და ჩვენ გვეძახიან რუსებს. აი ამ შედეგებამდე მიიყვანეს ადამიანების ტვინები და რომ ამბობთ რომ ტვინები აქვს ადამიანის ოკუპირებული. ამას გულისხმობ. შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებს. რეალურად თეონა ბოდიში, რეალურად ამასთან გვაქვს საქმე რომ ადამიანის ტვინებში ამ თავისი ტვინების რეცხვით, ამ თავისი გარე რესურსის დახმარებით ისე შევიდნენ და ისე შეაღწიეს, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ვიღაცები, რომ ბებიას ბაბუშკა ვერ ექმნება, ძაღლს საბაკა ვერ ექმნება და რუსეთს ებრძვიან აგერ რუსთაველს. ვისთან? რამდენჯერ უნდა შევთავაზოთ? თეონა, დებატებს არ ხსნით რას ნიშნავს? აი, ნახეთ, თქვენზეც კი, მე თქვენ გიცნობთ როგორც ერთ-ერთ ყველაზე გადაჭარბების გარეშე მოგო. თქვენზეც კი რაღაც გავლენას ახდენს. თქვენზეც კი. ახლა გეტყვით ახლა. გეტყვით ახლა რატო? ბოდიშის მოხდით გეტყვით. თეონა, ბოდიშის მოხდით გეტყვით. რატო? რატომ არ ხსნით დებატებს? ორი კვირი თქვენ დასვით ეს შეკითხვა. ანუ თქვენ აპრიორად შემოგთავაზეთ მოცემულობა ჩვენ არ ხსნით დებატებს. ამ დროს ირაკლი კობახიძე მოუწოდა ორი კვირის წინ თქვენს ეთერში. თქვენ რომ ტელევიზიასაც ახლა აქ წარმოადგენთ, თქვენს ეთერში დებატებისკენ და იქ ვერ დაუსვნენ მას. და თქვენ მეკითხებით რატომ არ ხსნითო? ხვდებით რამხელა გავლენა აქვს პროპაგანდას. თქვენზე კი არა, ჩემსაც მოქმედებს ხოლმე ხანდახან. რუსული კანონით ხო წამოწტენია ხალხო, რაზე ლაპარაკობ? იმდენჯერ, ბოდიში, იმდენჯერ ახსენეს რუსული კანონი, გამჭვირვალობის ნაცვლად მე გიღიარებთ აგერ. მე წამომწტენია რუსული კანონით. მე ამ კანონის ერთ-ერთ ავტორს. და მთავარ მოქმედ პირს გამჭვირვალობაზე წამომწტენია საუბრის დროს, ასე პირად საუბრებს და არა აქ მე თვითონ ვამბობ, წამომწტენია რუსული კანონით. იმდენჯერ 100,000-ობით გამეორება რომ იქნება რაღაცის, მე შენს ტვინში გიჯდება. რომ ეს კანონი კი არ არის გამჭვირვალობის, კი არ არის ამერიკულთან გაცილებით ახლოს, ვიდრე რუსულთან. არამედ რუსულია. ეს გიჯდება ტვინში. აი ამას ვლაპარაკობ, ამ ტვინის რეცხვის, ამ მეთოდზე ვლაპარაკობ, ისინი არგუმენტებში ხვალ შემოდიან. ახლა აბ რომელიმე მითხარით, რა სიტყვენ მომიტინგეები გაკეთე. მოთხოვნა რა. კაი, ერთი წამით დაკავებულებს გათავისუფლება ახლა არის, როცა რაღაც მოთხოვნებს უნდა მოყოლო და ვიღაცების დაკავება, იმიტომ რომ ისინი უკანონოდ მოიქცნენ. რიგარაში არჩევნები 300 არა, ნახეთ 28-ში ხო ჩამქრალი იყო არჩევნების მიღწევა. დაკავებულები ეხლა არიან. რეალურად ეს აქციები რაზეც მიმდინარეობს, მოთხოვნა რა არის? რა არ შეგვიჩერებია ხო? მადლობა შეჩერებაზე. შეჩერდა რამე? ინიციატორები არ ვიქნებით? ამას აპროტესტებით ინიციატორები არ ვიქნებითო? ხო სულელური ამბავია. უფრო მეტად ხარ დააიწყეს. არა, მეტად აგვეხსნა თუ ნაკლებად. რეალო ეხლა ხო გაიგეს? კიდევ ვერ გაიგეს? როგორ ვერ გაიგეს, კაცო? გაგება თუ დაგვიდეთ წინ და ხელს ვაწევთ. რა ვერ გაიგეს? არაფერი არ იყო გაიგე. მოთხოვნა არა აქვს. ახლა რაღაცა მიზეშედეგობრივობა გასაგებია, ვიღაცა მიძალა და პოლიციაზე მე ამათმა დააკავეს და მოხდა უკანონობაზე რეაქცია. და ამ რეაქციის შედეგის აღმოფხვრას ცდილობენ, გავიგე, რომ გაათავისუფლოთ პატიმრები უკანონო მათი თქმით. რეალურად არ არის ის უკანონო პატიმარი, სწორად არის დაკავებული, მაგრამ შემდეგ რა ხდება? ეს არის თანმდევი რაღაცა, მაგრამ აქციები რაზეა? არჩევნებზე სისულელე როა, ყველა მოხდა აღარ ლაპარაკობენ 300,000 ხმა გაყავდაო. რამდენი დღე არ მოგისმენთ ეგეთ რაღაც? მოგისმენიათ ბოლო პერიოდში? 300,000 ხმა გაყავდაო, იმიტომ რომ სიგიჟეს ლაპარაკობენ, ხვდებიან. და აღარ წამლავენ ამ სისულელით საინფორმაციო ველს, იმიტომ რომ თვითონაც მიხდენ, რომ ძალიან წამგებიანია. მოთხოვნა რა არის? 28 ნოემბერს რა მოხდა? აი აქ გვაქვს გარღვევა. რაზე გაბრაზდე, ხო და მაგას გეკითხებით, რაზე გაბრაზდეთ? მერე გასაგებია, ობიექტურებით რომ ვიქნებით. რაზე გაბრაზდნენ 28-ში? არ ვიქნებით ინიციატორებიო? ევროკავშირმა რომ გითხრა 30-მდე ჩაკეტილიაო ყოველთვის კარიო. და ჩვენ რომ ვთქვით რომ 90% შევასრულებთ რეკომენდაციებს და მერე ვიქნებით ინიციატორები ჩვენ მომართვის
თუ არა და მანამდე დაგვიდე და ხელს ვაწერთო, ამაზე გაბრაზდნენ, შეიძლება და ამაზე გაბრაზდნენ. ანუ არაადეკვატურობის პიკი ხო ეს ყველაფერი. შესაბამისად ეს მას ნიშნავს, რომ მათთვის მიზეს არ აქვს მნიშვნელობა. საბაბი ყოველთვის ექნებათ, რაღაცას ეხლა ხო იმასაც იტყვები. საჯაროს მოსამსახურეებისათვის ენა ამოიღესო. ხო თასახატყუილია. მაგრამ იბრაზებენ ხო თავს? არა მოგვიღია. მაგრამ ხელშეკრულები თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან მოადგილეზე წუხან, ძალიან საინტერესო ამბავია და აქ შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ ინიციატივა, არც აქამდე არ ყოფილა ამდენი ხანი, მაგრამ ამაზე წუხან ძალიან კარგი ბუდიშ და სატოპკი აგვიწევს. დათო მათიკაშვილს ჰქონდა ინიციატივა ამ დღეებში და მეც დავწერე. მაშინ ავდგით და ჩავწეროთ მათთვის. ახლა გასაგებია, მუშახელები დაგჭირდება რაღაც განლაგებელი, თქვათ, ტექნიკური პერსონალი, სხვა, მათთვის გამონაკლისს დავუშვებ. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, მრჩეველზე და ასე შემდეგ ჩავწერთ დიდი სიამოვნებით. არ ყოფილა. კი არა მოგვიღია, არ ყოფილა, მაგრამ ახლა ჩავწერთ. ხო ატეხეს ერთი ამბავი. ეგრეთ წოდებული სატოპკი აგვიწიეს, ახლა ჩავწერთ. დათო მათიკაშვილის ამ ინიციატივას დავეთანხმებით ახლა და აგერ გეუბნებით. ჩავწერთ, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის, მისი მოადგილეისათვის, სხვა სახელშეკრულებო პირობებით აყვანილი თანამდებობის პირებისათვის სავალდებულო არ იყო და გახდება ქართული ენის ცოდნა. არ იყო და გახდება. ესე უნდათ? არაფერი არანაირი პრობლემას არ შექმნის, კაცო. რა არ შექმნის ისწავლოს საქართველოში ცხოვრობს, უნდა რომ იყოს გარკვეულ პოზიციებზე, მე არ ვლაპარაკობ ტექნიკურ პერსონალზე, გამონაკლისს დავტოვებთ და ხელმძღვანელობა უნდა, მინისტრის მრჩევლობა, პრემიერის მრჩევლობა, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ მრჩევლობა უნდა კეთილი ინებოს და რაღაც ელემენტარულ დონეზე ისწავლოს ქართული ენა. აი ამ ტყუილს მასას მოვაყოლებთ ამ რეაგირებას და იქნება სწორი. ისევე როგორც ეხლა დღეს ლაპარაკობდნენ დაკავებას. დაკავების საფუძვლები სად არისო? სტრასბურგის პრეცედენტები, რომელმაც ეს პრინციპი აღიარა როგორც მართებული. ასევე ევროპის რომელ ქვეყანაშიო კითხულობდნენ და ირაკლი კობახიძემ გასაპასუხო ვინც დაამუშავა ეს საკითხიო. იმას შეეკითხეთ, გაგცემთ პასუხს, აგერ ვარ და ერთ-ერთი ვიყავი ჩართული, რა თქმა უნდა, ამის დამუშავება გერმანიაში, დანიაში, ჩეხეთში და ასე შემდეგ. ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. და საუბარია იცით რაზე? მაგალითად როდესაც და საქართველოში ეს ხარვეზი იყო ამდენი ხანი. ისინი ხარვეზებზე ალაპარაკობენ, ჩვენ ხარ ვილაპარაკებთ, კაცო. ხარვეზზე უნდა მიგიწოს ოპოზიციო, ხო? მაგალითად, შენ ზუსტად იცი, რომ ერთი ადამიანი მიდის რაღაც დანაშაულის ჩასადენად. ოღონდ მტკიცებულებებით იცი. და ისე კი არა. ბაზაგაშვილის საქმეზე რო ლაპარაკობდნენ. სადღაც მიდიოდაო და იარაღები რო ჩაულაგეს, მე ასე კი არა. რეალურად ნამდვილი მტკიცებულებები გიჭირავს ხელში, რასაც ჭირდება პრევენცია. ამ ადამიანის დაკავების ალბათობას და კანონის საშუალებას აპროტესტებენ ესე. წარმოიდგინეთ, სად არის შესულები.